აშშ-შუ ახლახან გააძლიერა სამხედრო შესაძლებლობები ახლო აღმოსავლეთში, გაგზავნა მეტი სამხედრო და მძიმე შეიარაღება ომის უფრო მასშტაბური ფაზისთვის. მას შემდეგ, რაც ირანული დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომელმაც ტრამპის მიერ ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადის გარღვევას სცადა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ ძლიერად გაიზარდა. და ამ ორშაბათს 2026 წლის 20 აპრილს ყველაზე მძიმე შეფასება ნათელია. შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტ სამხედრო ძალას აგზავნის ირანისკენ, მაშინ როცა ჰორმუზის სრუტე კვლავ დუღილს იწყებს. რაც მოხდა, ეს იყო ახალი ესკალაცია ზღვაში. ბლოკადა, გემებზე თავდასხმა, გემის დაკავება და ამერიკული სამხედრო ძალების გაძლიერება. როგორ განვითარდება ეს? გემებით, ჯარებით, საზღვაო ქვეითებით, ნაღმოსნებით და მასიური გადანაცვლებით. ვაშინგტონი აშკარად აჩვენებს, რომ მხოლოდ მოლაპარაკება არ სურს. მას სურს ირანის რეჟიმზე ზეწოლა მაქსიმალურ ზღვრამდე. მთავარი საკითხი აქ შემდეგია. შეერთებულმა შტატებმა ჯერ არ გამოაცხადა ირანში სახმელეთო შეჭრა, მაგრამ უკვე გააძლიერა შესაძლებლობები ომის უფრო მასშტაბური ფაზისთვის. როიტერსმა ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ დროს პენტაგონი ემზადებოდა 3-დან 4000-მდე ჯარისკაცის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნისთვის. სწორედ იმისთვის, რომ მომავალში რეგიონში ოპერაციების შესაძლებლობები გაეზარდათ. ამავე მიმართულებით სააგენტო Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით ამერიკელი სამხედრო უკვე მიემართებოდა რეგიონულ ოპერაციულ არეალში, მათ შორის საზღვაო ქვეითები და ძალები, რომლებიც მომზადებულნი არიან ტრულ ზონებში შესასვლელად. ასე რომ, როდესაც საუბარია ჯარების ირანისკენ გადაადგილებაზე, ეს იდეა ფანტაზია არ არის, არამედ კონფლიქტის გარშემო ძალის კონკრეტული გაძლიერებაა. ამ მოძრაობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა მას შემდეგ, რაც ავიამზიდი უსს ჯერალდ არ ფორდი შევიდა წითელ ზღვაში. SN-მა კვირას 19 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხომალდი უკვე მოქმედებს შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის პასუხისგებლობის ზონაში. ის მარტო არ ჩამოსულა, მასთან ერთად ჩამოვიდნენ ნაღმოსნებიც და გამოცემამ აღნიშნა, რომ ფორდი ახლა უერთდება სხვა უკვე მოქმედ ჯგუფებს, მაშინ როცა მესამე შეტევითი ჯგუფი უახლოვდება. მარტივი ენით რო ვთქვათ, ამერიკული სამხედრო მანქანა უკან არ იხევს, ის კონფლიქტის კართან გროვდება. ეს ზუსტად ემთხვევა ზუსტად ამ გაშუქების ყველაზე ძლიერ ხაზს. ბოლო პაუზამ ბევრად უფრო ძალების გადანაწილებას მოემსახურა, ვიდრე კრიზისის დასრულებას. ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა 11 აპრილს მისიის დაწყება ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გაწმენდის მიზნით. ორმა ამერიკულმა დესტროიერმა ოპერაცია დაიწყო და თავად სარდლობამ განაცხადა, რომ დაიწყო პროცესი ახალი უსაფრთხო მარშრუტის დასამყარებლად. და რომ დამატებითი საშუალებები, მათ შორის წყალქვეშა დრონები, მომდევნო დღეებში გაიგზავნებოდა. ეს ნაწილობრივ პასუხობს კითხვას, როგორ? შეერთებული შტატები იკავებს საზღვაო სივრცეს, ამცირებს ირანის მანევრის თავისუფლებას და ეტაპობრივად ქმნის ოპერაციულ ყოფნას, რომელიც შეიძლება უზრუნველყოფდეს როგორც ეკონომიკურ ზეწოლას, ასევე უფრო მკაცრ სამხედრო მოქმედებას. თუმცა ირანის მხრიდან პასუხი კვლავ დაპირისპირება იყო. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა გამოიძახა ირანის ელჩი და გამოხატა ღრმა შეშფოთება მას შემდეგ, რაც ორი ინდური დროშის მქონე გემი, რომელიც ჰორმუზის გადაკვეთას ცდილობდა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მათგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებული იყო როგორც სანმარ ჰარალდი. ეს დეტალი არ არის. როდესაც სხვა ქვეყნების კომერციულ გემებსაც ესვრიან კრიზისი, მხოლოდ ორმხრივი აღარ არის და ღია საფრთხედ იქცევა ვაჭრობისთვის, ნავთობისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ირანის რეჟიმი ცდილობს ეს მარშრუტი ბერკეტაც გამოიყენოს, მაგრამ ყოველი გასროლა იზოლაციას ზრდის და ამყარებს ამერიკელების არგუმენტს, რომ სრუტე სხვა ძალამ უნდა აკონტროლოს. ამ სცენარში კიდევ ერთი გადამწყვეტი ელემენტია თავად რეჟიმის შიგნით განხეთქილების განცდა. საბაზო მასალაში შეფასებაა, რომ რევოლუციური გვარდია საჯარო კონფლიქტში შევიდა დიპლომატიურ ფრთასთან, უარყო მარშრუტის გახსნის შესახებ გზავნილი და საგარეო საქმეთა მინისტრი რეალური ძალაუფლების არ მქონე ფიგურად წარმოაჩინა. ეს ასევე ჰორმუზის დახურვის სწრაფი დაბრუნება მას შემდეგ, რაც პარასკევს გახსნა გამოცხადდა, აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ თეირანში ერთდროულად რამდენიმე ძალაუფლების ცენტრი ცდილობს მართვას. როიტერსმა დაადასტურა გადასასვლელის დროებითი გახსნა 17 აპრილს და ასევე აღნიშნა, რომ ირანმა გააფრთხილა, თუ ამერიკული საზღვაო ბლოკადა გაგრძელდებოდა, ყველაფერს ისევ დახურავდა. რაც ახლა ჩანს ზუსტად ეს არის. ერთი განცხადება სიტუაციის დასამშვიდებლად და მეორე ქმედება ყველაფრის ნათელსაყოფად.
ფაქტობრივად, ამერიკული ბლოკადის და ირანული პროვოკაციის ეს ნაზავი კვირას სიტუაციას სხვა დონეზე გადაიყვანა. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ესროლა ირანული დროშის ქვეშ ცურავ სატვირთო გემს და სრულად აიღო კონტროლი ამ ხომალდზე. ამ ორშაბათს იმავე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ვერტფრენებიდან ჩამოვიდნენ გემზე ასასვლელად, მაშინ როცა თეირანი შურისძიებას აპირდებოდა და ამ ეტაპზე უარს ამბობდა ახალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ კრიზისი უკვე გავიდა გაფრთხილების ფაზიდან და გადავიდა პირდაპირი დაპირისპირების ფაზაში, ჯარის, შეიარაღებული ჩარევის და ღია ძალის დემონსტრირების ჩათვლით. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორიც. სწორედ ამიტომ ბაზარმა მყისიერად მოახდინა რეაგირება ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდით, ახალი დაკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის ახალ რისკებთან ერთად. ამიტომაც ამერიკული ესკალაციის მიზეზიც აქედან მოდის. ვაშინგტონი ცდილობს, რომ ირანის რეჟიმმა ვერ გამოიყენოს ჰორმუზის სრუტე გლობალური ფასის სანაცვლოდ და ამავე დროს აჩვენოს, რომ საზღვაო შანტაჟს სამხედრო ფასი ექნება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ ხაზში ჯდება, არის დონალდ ტრამპის ქცევა. არა აუცილებლად მშვიდობის გამოცხადებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგოს. Reuters-მა ამ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა საფრთხის ქვეშაა. ირანი ამ ეტაპზე უარს ამბობს ახალ მოლაპარაკებებზე და ამერიკული ბლოკადა კვლავაც ცენტრალურ დაბრკოლებად რჩება ნებისმიერ დიალოგში ისლამაბადში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატიური ველი ჩაკეტილია და სამხედრო ველი ივსება. როდესაც დიპლომატია ჩერდება და გემები კვლავაც ჩამოდიან, ეს შეტყობინება შვებას არ ნიშნავს, არამედ მზადებას. საბოლოოდ შეერთებული შტატები აგზავნის ჯარებს და საბრძოლო ძალას ირანისკენ, სულ უფრო მჭიდრო ალყაში, ჯარისკაცებით, საზღვაო ქვეითებით, ავიამზიდებით, გამანადგურებლით, საზღვაო ბლოკით, საზღვაო ბლოკადით, ნაღმების ოპერაციით და გემების დაჭერით. ძავი გადაიქცა გადაჯგუფების პერიოდად და ირანის რეჟიმი გემებზე თავდასხმით და ჰორმუზის სრუტის კვლავ ანთებით კიდევ უფრო დიდ პასუხს ამართლებს. თუ თეირანი გააგრძელებს ამ პროვოკაციაზე ფსონის დადებას, უეჭველია, რომ შემდეგი ეტაპი ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ამჟამინდელი.